წითელი ხახვი, რომელიც ძალიან გემრიელ არომატებს აძლევს ტოლმას, თან ისეთ შეგემებას აკეთებს რაღაც საოცრად რა. დავაფარებთ ფოთოლს. სოუსიც გამზადდა, დაველოდებით ტოლმის მოხარშვას. შიგნით შედის სისველია და ესეთი ფაფუკი გემოაქვს. სერბადლის გემოლოგი მოგესალმებათ ვაზიანიდან, სადაც უნდა მოვამზადოთ ვაზის ფოთოლში ტოლმა. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და დავიწყოთ. ტოლმისთვის დაგვჭირდება შემდეგი ინგრედიენტები, რა თქმა უნდა, საქონლის და ღორის ფარში ერთად გადარეული, კინძი, ოხრახუში, მწვანე წიწაკა, წითელი ხახვი, რომელიც ძალიან გემრიელ არომატებს აძლევს ტოლმას, შიგ-თავს, ნიორი და ძალიან ცოტა რეჰანი. ასევე დაგვჭირდება შავი პილპილი, ბრინჯი, მარილი და ცოტაოდენი კარაქი. ვიწყებთ ფარშის შეზავებას. პირველ რიგში წვრილად უნდა დავჭრათ ხახვი. ჭრით ხახვს ისე წვრილად, რომ გემრიელად გაუჯდეს ჩვენს ფარშს. ყველასთვის საყვარელი კერძი არის ტოლმა და რავი, ტოლმა როგორც ვიცით, ძალიან ძველი კერძია და ზოგადად ტოლმა თურქული წარმომავლობისაც არის, ამბობენ, დოლმა, სიტყვა დოლმა არის სავსეს ნიშნავს, ანუ შიგ თავსი, რომელიც სავსეა და გადახვეულია. რავი, როგორც იტყობინებიან წყაროები, ეს ძალიან დიდი ხნის წინაც ყოფილა შუა აზიის ქვეყნებში და იმას ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში ძალიან ცნობილი კერძი ყოფილა და მერე დროთა განმავლობაში ბევრმა სამზარეულოს კულტურამ მიითვისა, დახვეწა, სხვადასხვანაირი გემოები მისცა და მერე ნელ-ნელა უკვე დამკვიდრდა კერძი როგორც ნაციონალური კერძი სხვადასხვა ქვეყნებში და თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენი დიდი სამეზობლო, გეოგრაფიული სამეზობლო, ჩვენი ხშირად ერთად უჯდებით ხოლმე ამ გემრიელ კერძს სუფრასთან და გემრიელად მივირთვევთ ხოლმე რა. და ამიტომ ჩვენ დავჭრათ ნიორიც ცოტა, შევყევი ლაპარაკს და დამავიწყო რომ ეთქვა თქვენთვის ნიორიც რო დამეჭრა. ასე რომ მეც განგებ შევარჩია ესეთი ლამაზი სახელი და ვაზიანში მოვედი რომ ვაზის ფოთოლში გავეკეთებია ტოლმა და ჩავაყაროთ ჩვენი წვრილად დაჭრილი წითელი ხახვი, ძალიან გემრიელი. პირადად მეც ძალიან მიყვარს წითელი ხახვი და ისედაც გემრიელი და კარგია. ტოლმასაც უხდება. დავჭრათ ცოტა კინძი და ოხრახუში, რომელსაც გავურევთ რეჰანსაც და რეჰანიც თავის ნამდვილ ყბილ და გემრიელ არომატს ჩააყოლებს ჩვენს ტოლმის შიგ თავს, ამასაც ვჭრით წვრილად. ტოლმა ყველა მიცით რომ ბევრნაირი არსებობს კომბოსტოს ფოთოლშიც, არსებობს ბულგარულშიც, არსებობს ასევე სხვადასხვანაირი სეზონების მიხედვით საზაფხულო ტოლმას, ბოსტნეულის ტოლმას რა ეძახიან ისიც და დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ რომ მოვამზადოთ ვაზის ფოთოლში, რომელსაც აუცილებლად თავის სოუსსაც გავუკეთებთ მაწვნით და არაჟნით. გავაყარეთ წვანილებიც. ცოცხალი გემოსთვის დაგვჭირდება ძალიან ცოტა მწვანე წიწაკა. ცოცხალი გემო რო კონდეს, ოღონდ ძალიან მწარე რო არ იყოს, ამიტომ ცოტა ნახევარიც კი არ უნდა მეტიც. ჩავაჭრით. უნდა ჩავაყაროთ. დაახლოებით არის ნახევარი კილო ფარში ხა ეს და ამას უნდა ალბათ ერთი ღვინის ჭიქაც კი ნახევარი ღვინის ჭიქა, ბრინჯი, რომელსაც მერე ხალშის დროს ერთმანეთში გაუჯდება და წამოეწევა მოხარშვაც. ჩავაყრით ცოტა
შავ პილპილს. და რაც მთავარია, აი ტოლმასაც უნდა მოვაყაროთ ჩვენებურად მარილი. მარილიც მოვაყარეთ. გაზაფხულის დაკრეფილი ვაზის ფოთოლია, რომელიც ამოვავლეთ ცხელ წყალში, რომელსაც გავამზადებთ გადასახვევად, აი ესეთი ფორმის. და მოურიოთ ფარშს შემოგარგებო. მივიყვანოთ იმ დონემდე, რომ ლამაზად გადავახვიოთ და გვესივნენ ლამაზი ტბის პირასავად და ვაზიანში. აგეთ ბიჭებიც თევზაობენ. როგორ აგაქვთ ბიჭებო საქმე? ბატონო ალექსანდრე. არის თევზი მოდის? თუ ტყუილად გახართ? უტყამს. კაი თუ უტყამს. თავარია მოვიდეს. საკმაოდ სველიც არის, შიგნით ცოტა სისველე უხდება. ცოცხალი გემოებით და უკავშირეთ უკვე ფარშს და ეხლა ნელ-ნელა დავიწყებთ მოხვევას. ხო არა გაქვთ ალექსანდრე სუდვილი, რომ მოახვიო ჩემთან ერთად ტოლმა? არა? აი, ბოლოს რო ვითევზავეთ, ჩემი ვაჟკაცია და ჩემი შვილია და ბოლოს ვიდეოები რო ქონდა ალაზანზე რო ვითევზავეთ, იმის მერე რაღაცა გაუჯდა ჭკუაში, რომ და ჩაუჯდა გონებაში, რომ მეც უნდა დავიწყო თევზაობაო და საკმაოდ კარგად და წარმატებულად თევზაობს ბოლო პერიოდია და მე ცოტა მოგვიანებით ერთად დაჭერილი თევზისგანაც მოგიმზადებთ მერე. ცოტა მერე კერძს მე და ალექსანდრე. იძან. ოპა, ნახე. ნელა ალექსანდრე. ოჩა ალექსანდრე, ოჩა. აი მოსწავლეა რა. არა მოწმე. ო, კარგია. ალექსანდრემ კარგი დიდი თევზიც დაიჭირა. იქით გადავეთეთ. აბა შენიცი ალექსანდრე, კიდე ახლა გელოდებით. დავიწყოთ გადახვევა. აი ესე. ლამაზად შევეცადოთ, რომ კარგად მჭიდროდ იყოს. რომ მჭიდროდ მოხდეს შიგნით თავსი. აი ესე. კარგი ტოლმა ჩემზე იყოს ბიჭებო. ისეთი სასიამოვნო პროცესია ტოლმის მოხვევა, რომ ძალიან მიყვარს. მე ტოლმის შეზავება, გამზადება ჩემმა ერთ-ერთმა ძვირფასმა ადამიანმა მასწავლა. ჩემმა სიდედმა, ქალბატონმა ნანიმ. არაჩვეულებრივ ტოლმას აკეთებს. ნებისმიერი სახეობის ტოლმას. თან ისეთ შეგემებას აკეთებს რაღაც საოცხალს რა. კომბოსტოსი, ბულგარულითაც და ვაზის ფოთოლით. ნუ პირველი აუცილებლად რაც არის ქვაბში, სადაც უნდა ჩავალაგოთ ჩვენი უკვე გამზადებული ტოლმა. უნდა ჩავაფინოთ ქვაბში დაახლოებით ის რაოდენობა, რომ ძირი დაიფაროს ფოთლებით და მერე დავიწყებთ ჩალაგებას. უკვე დავიწყოთ ტოლმის ჩალაგებაც. ისე რომ ჭიდროდ იყოს ერთმანეთთან. ამას რო ჩავალაგებთ, ისევ თავზე დავაფენთ ფოთოლს, დავადებთ სიმძიმეს და დაახლოებით სჭირდება მოხალშვას აი 40 წუთი. 40 წუთში ფარშიც და ბრინჯიც ერთად რომ მოიხალშება, მზად იქნება ტოლმა. ამასობაში სანამ მოიხალშება, ჩვენ გავამზადებთ соус, რასთან ერთადაც
ზღაპრული გემოაქვს ტოლმას. დავაფარებთ ფოთოლს თავზე. და დავადებთ დაახლოებით 50 გრამი ალბათ ამ რაოდენობის ტოლმას სჭირდება ცხიმისთვის კარაქი. დავადებთ თეფს ისე რომ არ დაიშალოს და სიმძიმე ცოტა რომ წყალმა არ ამოიტანოს ზემოთ. წყალი უნდა იყოს ის რაოდენობა, რომ დაიფაროს ჩვენი ის ჩალაგებული ტოლმა და დავადგათ მოსახალშად შუა ცეცხლზე. მე დღეს გავსინჯე შუა ცეცხლზე, ღია ცეცხლზე გაკეთებული ტოლმა და რაღაც ზღაპრული გემოქონდა რა. და დაველოდოთ მოხალშვას. ალბათ ნახავდით, ორიგინალურად ვაკეთებთ ვაზის ბოთოლში ტოლმას. და მანამდე, სანამ ტოლმა მოიხალშება, ვაკეთებთ соус. ეს არის მაწვნის და არაჟნის ნაზავი და აუცილებლად უნდა გავუკეთოთ ნიორი, რომელსაც ძალიან წვრილად დავჭრით. ზოგი მაგალითად ამას ქვასანახში აკეთებს, ზოგიც ჭყლიტავს, მაგრამ მე ძალიან მიყვარს, აი როცა მიირთმევ, მაშინ რო გვხდება ესში გემრიელად ნიორი, ეს უხდება როგორც соуსი ჩვენს ვაზის ფოთლის ტოლმას და ჩვენს ეგრე გავაკეთებთ. ჩავაყაროთ წვრილად დაჭრილი ნიორი. აუცილებლად დაგჭირდება კიდევ მარილი, რომელსაც ჩვენ ტრადიციას არ დავარღვევ და ყოველთვის ჩვენებურად გავუკეთებთ ყველაფერს მარილს და ეს უფრო საინტერესოს გახდის ყველაფერს, კეთს, სერბადრის გამზადებულს და აი ესე ორიგინალურად მოვაყაროთ მარილი და აურიოთ соус აუცილებლად ისე რომ ერთ მასად იქცეს და გემრიელი იყოს საჭმელად ტოლმასთან ერთად. კიდევ ერთხელ გეტყვით, დაახლოებით არის 200 გრამი მაწონი და 100 გრამი არაჟანი და 3 კბილი ნიორი. მეტი არაფერი, ცოტაოდენი მარილი ეს არის და ეს. ხოლო соуსი ჩვენი ტოლმის соусიც გამზადდა, დაველოდებით ტოლმის მოხალშვას. თუხთუხი დაუწყია. დაველოდოთ. პატარებია და მე პულს იმპულს ვერ ერევა. პულს ხედავ. პულს ხედავთ ეს? ოი რო აღარ გამოჩნდება მაშინ და ის რო აღარ გამოჩნდება უკვე თევზი შეჭრა. ხო. აი იმ წვდია და მე ალექსანდრე ამოიყვა. აი შეხედე. ესენი ხო იქ ჩაუყარა კიდე. შეხედე რამდენი მოვიდა, შეხედე. იო, პატარა. ნელა. ბაღარი. ბაღარი ძარი კი. აკი მოჩხალების იყო მამი. იქით როგორა საქმე არის? მოდის? პატარები? აქ დიდები. გადმოვდგათ ტოლმა. უკვე მოხალშულია. ისეთი სუნები და არომატები მოდის. კარგია. მოვაცილოთ ეს ფოთოლი, რაც დავაფარეთ თავზე. ამოვიღოთ
და ნელ-ნელა დავიწყოთ სერვირება თევზზე. ალექსანდრე, ისეთი სუნი მოდის და ისეთი არომატი აქვს ჩვენ ტოლმას, ჩემო ძვირფასო. მე მგონი არანაკლები იქნება შენ თევზზე, ჩემო ძმაო. მაგიტო მე მივხვდი თევზები რატომ მოდის, ალექსანდრე. ისეთი სუნი გაუშვა ტოლმამ და ისეთი არომატი წამოვიდა. გავსინჯოთ ჩვენი დღევანდელი ნამოღვაწარი, ჩავაწოთ соуსში. ვაჰ! შიგნით ესეთი სისველი აქვს და ესეთი ფაფუკი გემოაქვს. მაგარია. მაგარი გამოვიდა ალექსანდრე. მოდი გაგასინჯო. მოდი. მოდი აბა. ჩააწე. соуსში ჩააწე. და აი. კაია? ძალიან კაი, იქით გავაგზავნოთ მე. თქვენს გირჩევთ გააკეთეთ. ძალიან მარტივი გასაკეთებელია. დაახლოებით ინგრედიენტები რაც იყო, როგორც იყო, ყველა მხოლოდ ნახეთ და დაწერეთ კომენტარებში თქვენ რომელი ტოლმა გიყვართ, როგორი ტოლმა გიყვართ, საზაფხულო, ბოსტნეულის, ტოლმა ვაზის ფოთოლში, ტოლმა კომბოსტოს ფოთოლში. მირჩიეთ კიდე რა გავაკეთო, რა შეიძლება რომ ესე ორიგინალურად გავაკეთოთ, რა კერძებიც. დაალაიქეთ ჩვენი გვერდი, გამოიწერეთ, ზარიზღილაკი დააყენეთ. არ დაგავიწყეთ რომ ყველა შეგახსენოთ კარგი ვიდეოები და სასიამოვნო ვიდეოები ჩვენი და კონდეს ესეთი ლამაზი საღამოები ყოველთვის, მშვიდი საღამოები. ტოლმაც გავამზადოთ, ტკბილეულობაც მივირთვათ, თევზიც დავიჭიროთ. ამასობაში დაალაიქეთ, გამოიწერეთ და მიყვარხართ.